განახლებადი ელექტრის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. მაია, მოგესალმები. მადლობა, რომ შემოგვერდით. წლევანდელი წელი ნამდვილად არის გამორჩეული. წლის დასაწყისში გქონდა იმპორტი თურქეთიდან, რომელიც არ გვაქვს ხოლმე ტრადიციულად. ახლა ექსპორტია შემცირებული. ხედავთ, რომ თურქეთში ფასები მკვეთრად არის შემცირებული. წინა წელს თუ შევხედავთ, წინა წლებს თუ შევხედავთ და ის მიმზიდველობა, რომელიც თურქეთის ბაზარს ჰქონდა, არ გვაქვს. არის თუ არა ეს უკვე სიგნალები იმისა, რომ ბაზარზე ჩვენთან რაღაც არის შესაძლებელი და რაღაც გარკვეული სხვა ტიპის ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. ნინო, მოგესალმები, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ენერგეტიკა ნამდვილად ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, არის საქართველოს ეკონომიკის ქვაკუთხედი, საყრდენია. ამიტომ მასთან ასე ვთქვათ, დამოკიდებულება საკმაოდ სენსიტიური არის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში ბუნებრივი ელექტროენერგიის მოხმარება აბსოლუტურად ყველგან იზრდება და მათ შორის საქართველოშიც. თუმცა თქვენი თქმის არ იყოს, არის ძალიან ბევრი გამოწვევა და ერთ-ერთი გამოწვევა არის სწორედ ის, რომ ეს არის საკმაოდ ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ და უნდა მოვახდინოთ ხოლმე ადაპტირება ამ ცვალებად სიტუაციასთან და გარემოსთან, მაგრამ პირდაპირ რომ გითხრათ ის, რომ ჩვენთვის მოულოდნელი იყო ენერგეტიკოსებისთვის მაისსა და ივნისში აი ესეთი მდგომარეობა ნამდვილად არა, თუმცა აი ასეთი მძიმე ნამდვილად გვეგონა რომ არ იქნებოდა. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იყო დაახლოებით მოლოდინი იმისა, რომ თურქეთში უნდა მომხდარიყო ვთქვათ ექსპორტი. რეალურად თქვენ ახსენეთ ფასის კლება. ფასის კლება თურქეთში რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული და ერთ-ერთი ბუნებრივი არა ერთადერთი გახლავთ ის, რომ თურქეთმა ააშენა ატომური ელექტროსადგური, თურქეთმა ააშენა უზარმაზარი და მე ამ შემთხვევით არ ვიყენებ ამ სიტყვას, უზარმაზარი ჰიდროელექტროსადგური და ეს იყო ამ ქვეყნის სწორი სტრატეგია. მთელი სოფელი და ქალაქი გადაასახლა ერთი ადგილიდან მეორე ადგილას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ ყოფილიყო ხელგაწვრილი თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში და მეზობლებთან მიმართებაში და თვითკმარი გამხდარიყო, რაც არის აბსოლუტურად ყველა ქვეყნის, მე ვფიქრობ, სწორედაც ენერგეტიკული უსაფრთხოების მთავარი ამოსავალი წერტილი. რაც შეეხება საქართველოს, დიახ, პარადოქსული იყო დაახლოებით ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ წლის დასაწყისში ჩვენი მეზობელი 4-ვე ქვეყნიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან შემოვიტანეთ ელექტროენერგია და იმპორტის მაჩვენებელი თითქმის 70% იყო, რაც ნამდვილად მაღალი მაჩვენებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ ვიყავით თვითკმარი ქვეყანა, ანუ გვაკლდა ელექტროენერგია. ახლა უკვე დაგვიდგა ის პერიოდი, როდესაც გვაქვს წყალუხვობის პერიოდი, როდესაც თოვლი დნება, რო ავხსნათ მარტივად, თქვათ, მდინარეებში იზრდება წყლის დონე და გენერაციის ობიექტები არიან თავის პიკში ელექტროენერგიის გენერაციისა. ამასთანავე მზის ელექტროსადგურების ჩართვა მოხდა შარშან 5 ელექტროსადგური ჩაერთო 2025 წელს. ამას მიემატა ერთი ქონდა მზის ქარის ელექტროსადგური და დაემატა კიდევ ერთი ქარის ელექტროსადგური. ამიტომ ჰიდროენერგეტიკას მოლოდინი, ნინო, თქვენ სწორად ახსენეთ, თუ ქონდა რომ დაახლოებით 50%-ს დააგენერირებდა თავის შემოსავლი, საბოლოო ჯამში ჩაის მაჩვენებელი ჩამოვიდა დაახლოებით 15-20%-მდე. იმიტომ რომ დანარჩენებმა გადაინაწილეს სწორედ ეს პერიოდი. ამ დროს არის ეგრეთ წოდებული პერიოდი, როდესაც წყლის დაღვრა ხდება და ეს ძალიან დასანანია. ასეთ ჩვენ უკვე მომავალში აღარ უნდა მოვიქცეთ, იმიტომ რომ სექტორი უკვე საუბრობს სისტემური თვალსაზრისით გამოწვევებს და სისტემურად არის ეს პრობლემა მოსაგვარებელი. ვინაიდან რაც უფრო მეტი ჰიდრო, მზე თუ ქარი ჩაერთვება ქსელში, მით უფრო გართულდება სწორედაც მაისის და ივნისის პერიოდები. ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ აი ამ ორ თვეს მაგალითად კომერციული ბანკები აღარ ითვალისწინებენ, როდესაც ცეცხლს გასცემენ, იღებენ და 10 თვეზე თვლიან შემოსავალს. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივად, როგორც თქვი, ძალიან მძიმე ხარჯი. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, არის ერთის მხრივ შესაძლებლობა, რომ ბევრი ელექტროენერგია აგენერირო და მეორეს მხრივ ეს შანსი შეიძლება ითქვას გაფლანგული. ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვნახოთ, თქვენ გამოწვევებზე ისაუბრეთ, ამასთანავე დასვით კითხვა, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს. ელექტროენერგიის შემნახველებზე უნდა ვიფიქროთ, ვიზრუნოთ და ამ თვალსაზრისით აუცილებლად უნდა შევქმნათ წამახალისებელი მექანიზმი. გულისხმობ იმას, რომ აი ამ დროს მაქსიმალურად დაიტვირთოს ჰიდროც, მზეც და ქარიც. მოხდეს გენერაცია ელექტროენერგიისა და მისი შეგროვება, ანუ ეგრეთ წოდებული ბატარეებს რომ ვუწოდებთ ხოლმე, შევაგროვოთ ეს ელექტროენერგია, რომლის გამოყენებაც მე ვუზრუნველყოთ შემდეგი თვეების განმავლობაში და აუცილებლად თუ ხედავთ, აი ერთია რომ საუბრობთ, თქვათ, კერძო სექტორი, აი ჩვენ, თქვათ, მედია, რომელიც ხედავს ამ ტენდენციებს, რამდენად ხედავს სახელმწიფო, ძალიან გააქტიურებული არის, უნდა ვაღიაროთ სახელმწიფო უწყებები ენერგეტიკის მიმართულებით, რამდენად ხედავენ, რომ გარკვეული სტრატეგიული ცვლილებები არის საჭირო, რომ ძალიან ბევრი, თქვათ, პროექტი არის გაცემული ნებართვა უამრავმა პროექტმა გაიმარჯვეს CFD აუქციონებში,
პერიოდში იყო მოლოდინი რომ და არის სურვილი რომ თქვათ ეს პროექტები განხორციელდეს, თუმცა თუ გარკვეულ პერიოდში შეიქმნება ბაზარზე სიჭარბე და მეორე პერიოდში დეფიციტი გვექნება, ეს იმას ნიშნავს რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. ანუ რამდენად ხედავთ რომ აი სახელმწიფო უყურებს ამას რომ გადალაგდეს ეს სტრატეგიები და მოერგოს ბაზრის იმ მოთხოვნებს, რომელიც გვაქვს დღეისათვის. რეალურად ყველაზე სწორი და ადეკვატური იქნებოდა მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნა 1 წელი, 3 და 5 წელი. 10 წლიანსაც მივესალმებით და არსებობს 10 წლიანი გეგმებიც, თუმცა 10 წლის ფარგლებში იმდენად სწრაფად იცვლება მსოფლიო, რომ 100%-იანი გათვლების და დაშვებების გაკეთება საკმაოდ რთულია. ამას უნდა მოყვებოდეს შემდეგ უკვე ტაქტიკური გეგმა და სამოქმედო გეგმა უშუალოდ კონკრეტულ ქმედებაზე, ვინ არის პასუხისმგებელი სახელმდობრ და რა ვადაში უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ფაქტია ნინო ის, რომ ინვესტორები დაინტერესებულები არიან სექტორით. ეს იგრძნობა არა მარტო აზიიდან, მათ შორის ევროპიდანაც, იმიტომ რომ ძალიან დიდია ამ ქვეყანაში პოტენციალი, რომელიც არ არის ათვისებული და ძალიან კარგია ამ ყველაფრის დანახვა ჩვენი მხრიდან, რომ ინტერესი ამხელა, მაგრამ ნახეთ ინვესტორები ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას, რაზეც პრინციპში თქვენს გამახვილეს, რომ ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ თამაშის ძალიან გამჭირვალე წესები და გრძელვადიანი თვალსაზრისით წესები. იმას, რასაც თქვენ ამბობთ, ახლა არის რეალურად გადასახედვია სტრატეგია. ჩვენ ვისაუბრია თქვენს ეთერში, რომ 4000 მეგავატის დამატებაზე არის საუბარი, 1700 უნდა იყოს მზე, 1300 ქარი და 1000 ჰიდრო, თუმცა გარანტირებულად რამდენი აშენდება, ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ მას შემდეგ, რაც მემორანდუმებს მოაწერს ხელს საქართველოს მთავრობა, შემდეგ უკვე ჩაირთვება ძალიან მკაცრი ეგრეთ წოდებული მონიტორინგის მექანიზმი და შესაძლოა და არის ალბათობა საკმაოდ მაღალი იმისა, რომ ყველა ინვესტორმა ვერ შეძლოს ბუნებრივია აშენება აი ამ ობიექტის. თუ და იყოს პრიორიტეტიზებული, აი მაგალითად ეხლა რომ ავაშენოთ გვინდა მაგალითად წყალსაცავიანი ჰესი, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად გვჭირდება დაგროვება ამ ეტაპზე და ამ ელექტროენერგიის დაგროვებული წყლის შემდეგ გამოყენება იმ დეფიციტურ თვეებში. მაგალითად თუ უნდა იყოს რაღაცა კვოტები განსაზღვრული, რომ აი პირველ ეტაპზე გავაკეთოთ ეს მაგალითად ავაშენოთ ბატარეების სადგური, რომელზეც 10 წელია მე მგონი არის საუბარი და ერთი გეგმიდან მეორე გეგმაში იწერებოდა ხოლმე მუდმივად ხომ ეს ბატარეების სადგურის აშენება. რამდენად უნდა მოხდეს ასეთი პრიორიტეტიზაცია ამა თუ იმ პროექტის? მოდით ასე ვიტყოდი, პირველი ეტაპი აუცილებლად უნდა იყოს რეზერვუარიანი ჰიდროელექტროსადგურები და ხუდონი უნდა იყოს მათ შორის პრიორიტეტი იმ 3 პროექტიდან ნამოხვანნენს კრას გულისხმობ, რომლებიც რეალურად რომლის პოტენციალიც გააჩნია ქვეყანას რომ აშენდეს, მეტი ვერ აშენდება, წარმოუდგენელია და ამაზე დავაც არ არსებობს. რაც შეეხება დანარჩენს, მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურები, ამასთანავე მზის ელექტროსადგურები და ქარის ელექტროსადგურები ადეკვატურად უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პარიტეტულად განსაზღვრული, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული გადამცემი ქსელი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და ამას დამატებული კიდე სადისტრიბუციო ქსელი, რაც არის ეპო ჯორჯია, ბუნებრივია რეგიონებში და თელმიკო თბილისში, რა თქმა უნდა არსებობდეს მათ რამდენის ინტეგრაცია შეუძლიათ ქსელში. ისე არ უნდა გამოგვივიდეს, რომ აშენდეს ვთქვათ ობიექტები და შემდეგ ელექტროენერგიის გენერაცია ვერ მოხერხდეს და მათი ინტეგრაცია ქსელში. ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის გასათვლელი და გასაანალიზებელი. და უნდა შეიქმნას სამინისტროსა და რეალურად არის ახლა უკვე ნამდვილად მივედით იქამდე და ეს შედეგი დაიდო, რომ სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და მათ შორის მარეგულირებელი ერთად კოორდინაციაში უყურებენ ამ პროცესებს და არა მხოლოდ ინდივიდუალური გეგმით არ მიდიან. მაგრამ ჩვენ გვაკლია ნახეთ რა ტემპი გვაკლია ძალიან დრო, რომელიც არ გველოდება, არ იცდის და თავის შედეგებს ის თავად დამოუკიდებლად ჩვენგან განსხვავებით დებს. და ეს შედეგები არის სწორედაც ეს უკიდურესად ცვალებადი გარემოს დროს ის შოკები, რომელსაც განიცდიან ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები და თქვენ წარმოიდგინეთ ნინო მომხმარებლებიც. გუშინ მე ისეთი საინტერესო სატელეფონო საუბარი მქონდა მსხვილ მომხმარებელთან, რომელმაც პირდაპირ თქვა ესეთი რაღაც, რომ მაშინ, როდესაც დიდია გენერაცია, იქნებ მაშინ დამეხმაროთ, რომ ეს ელექტროენერგია მაქსიმალურად წავიღო, იმიტომ რომ ვაწარმოებ პროდუქტს, რომელიც ექსპორტზე არის ორიენტირებული და ელექტროენერგიის ფასზე ზრდა მას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა. ამიტომ გამომდინარე იქიდან, რომ ახლა იაფია, იმიტომ რომ ბევრი გენერაციაა და ყველა ძალიან კარგად მოგვეხსენება ეს, იქნება ახლა მაინც მომეცეს შესაძლებლობა. ეს საინტერესოა, რატომ მარტო არ აისახება ეს ფასებზე, როდესაც თქვა ჭარბი ელექტროენერგია გვაქვს, რატომ არ ხდება ხოლმე ფასების ქვემოთ წამოსვლა? იმიტომ რომ არ გვაქვს ბირჟა.
პირდაპირი პასუხია და ამიტომ ვემხრობი ბირჟის გახსნას. პირდაპირი მოლაპარაკებები არიან პირდაპირი კომპანიები, რომლებსაც ეს ურჩევნია რომ დაღვაროს წყალი, ვიდრე ვთქვათ უფრო იაფად მიცეს ვინმე ეს? ეგ ძალიან კარგი კითხვა, ნინო, აქ გატარების თემაც არის. გატარების თემაც არის სწორედაც და გატარება არის კიდევ დამატებითი ბუნებრივია ტვირთი და ეს ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ აქ არის საუბარი იმაზე, თავად პროდუქტი რა ფასიანია. ეს პროდუქტი გატარების გარეშე იყიდება სწორედაც ბირჟაზე. ეს არის ყველაზე სწორი სისტემა. შემდეგ უკვე აღარ იქნება ასეთი, მოდით ასე ვიტყოდი, პრეტენზიები, იმიტომ რომ ბირჟაზე მიიტანს ყველა თავის პროდუქტს და ბუნებრივია გაყიდის იმ ფასად, რაც იქნება მოთხოვნა მიწოდება. რაც შეეხება გადაცემას, ის იქნება დარეგულირებული უკვე სემეკის მიერ კონკრეტული ტარიფი, რომელიც დაეფუძნება იმ აუდიტის საფუძველს, რომელსაც ატარებს ხოლმე სემეკი. და ბოლოს ვიდრე ვთქვათ დაგემშვიდობები, მაინტერესებს ამ ჯარიმების ჩამოწერის შემდეგ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ პროექტებთან დაკავშირებით, უკვე დაიწყო თუ არა ახალი მემორანდუმების გაფორმება, ან რა ეტაპზეა და როგორ ხედავენ საერთოდ ბიზნესი, როგორ ხედავს ამ მომავალს? ძალიან კარგი კითხვა. ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ ამ თემასთან მიმართებაში, გულისხმობ ახალი მემორანდუმების გაფორმებას. მე როგორც მაქვს ინფორმაცია სამინისტროსგან, ძალიან მალე დაიწყება ეს პროცესი, იმიტომ რომ პროექტების გადახედვა დიდი ნაწილისა, ასე ვთქვათ, პროექტების შეფასებებისა უკვე დასრულებულია, მზად არის ეს პროექტები. ახლა უკვე ჯერი არის სამთავრობაზე იმისათვის, რომ უკვე მოეწეროს მემორანდუმებს ხელი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის ტრადიციულად. იმედია რომ უფრო სწრაფი ტემპში მოხდება ხოლმე გადაწყვეტილებების მიღება და არ ვიქნებით მუდმივად იმ ვითარებაში, რომ ან წყლის დაღვრა გვიხდება, ან პირიქით დეფიციტური პერიოდი გვაქვს. განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე იყო ჩვენი სტუმარი.